ტამიშის ბრძოლის 32 წლისთავთან დაკავშირებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრები გაიხსენეს გმირთა მოედანზე შეკრებილებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ იმყოფებოდა. 1993 წლის 2 ივლისს დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. ქართულმა მხარემ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართულმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს. ტამიშის ბრძოლა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ქართველებისთვის, თუ როგორ უნდა ემსახუროს საქართველოს, მათ იდეის გამო, იმ იდეის გამო, რომ საქართველო იყოს ერთიანი, გაწირეს ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეა, რომლის გამოც ეს ადამიანები ჩვენ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს შეეწირნენ, აუცილებლად იქნება აღსრულებული და საქართველო იქნება ერთიანი. კიდევ ერთხელ მე მინდა თითეული ის გმირი, თითეული ის ადამიანი, ვინც საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას შესწირა. თავი უკვდავყოთ, მადლიერება გითხრათ თითეულ თქვენგანს და ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი. ძალიან გავიჭირდა თან ჩვენ აყვავდა ტრანსპორტი ისე აყვავდა ტექნიკა ის ყველაფერი ჩამოთვლილობა, რომელიც ყავდა შემონარჩუნებული 3 გრადი და 4 ტანკი. მაგრამ ამით მოვიგერიეთ ხალხი და ძალიან გივნეულია ჩვენთვის 300 მებრძოლი დაიღუპა ჩვენი და ეს უფრო დიდი ზარალი მიადგა, ნამდვილად მიადგა ზარალი. ყოველთვის ვიკრიბებით ასეთ დღეზე და მოვიგონი ჩვენი 300 მებრძოლი ბიჭები.